თვალის დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული. ამჯერად შედარებით იშვიათ პათოლოგიაზე, თვალის ფერადი გარსის ანთებაზე გიამბობთ. მედიცინაში მას ირიტს ან წინა ოვეიტს უწოდებენ. სპეციალისტების განმარტებით ირიტი სწრაფად რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში და უმეტესად ცალ თვალში ვითარდება. შეიძლება 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს და ქრონიკული ფორმა მიიღოს. ახასიათებს თვალის სიწითლე, ტკივილი და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის დაქვეითება. გუგა ამ დროს უჩვეულოდ მცირე ზომისაა ან უცნაურ ფორმას იღებს. ზოგჯერ ამ სიმპტომებს ერთვის თავის ტკივილიც. სპეციალისტების განცხადებით თვალის ფერადი გარსის ანთებას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. 5-დან 1 შემთხვევაში მწვავე ირიტი უკავშირდება ძლიერ ტრავმას, გამჭოლ დაზიანებას, ქიმიურ ან ცეცხლით დამწვრობას. ამ შემთხვევაში მას ტრავმულ ირიტს უწოდებენ. გარდა ტრავმისა, თვალის ფერადი გარსის ანთება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებებმა. ირიტის მკურნალობა მიმართულია მხედველობის შენარჩუნებისა და ანთების ჩაცხრობისკენ. თუ ირიტი რომელიმე სხვა დაავადებასთანაა კავშირში, უპირველესად ამ დაავადების მკურნალობაა საჭირო. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რაც უფრო დროულად უმკურნალებენ ირიტს, მით უფრო ნაკლებია გართულების ალბათობა.